ორი სხვადასხვა ფორმით. ეს იქნება ჩემი ფორმა, რომელსაც ჩვენ დავარქვით ჯენიფერი და კიდევ ერთი ახალი ფორმა, რომელიც სულ ახალს გამოვა გაყიდვაში. მე ახლა დავიდებ ჯენიფერს მარცხენა წარბზე და მეორე ფორმას, რომელსაც სახელი ჯერ ვერ მოვუგონებთ, მარჯვენა წარბზე. აბა ვნახოთ რა განსხვავება იქნება. შევაერთებ ანქარით და მოვარცხნე. მოკლედ, კარგი ის არის, რომ რა ხასიათზეც ვარ, იმის და მიხედვით ვიცვი წარბების ფორმას. მე რუმინას ვისმე ცოტა ზემოთა ნაწილში, აი აქ. ეხლა კი ტუჩები. ეხლა ამოვასებ ტუჩებს. ტუჩების წინა ნაწილს გავაღიავებ. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი მაკიაჟი დამთავრებულია. არ ვიცი როგორ შეაფასოთ თქვენ, ზოგადად მაყურებლებო ჩემს მაკიაჟს, მაგრამ სულ ეს არის ჩემი სილამაზის საიდუმლო. ეხლა კი დავიწყოთ გადაცემა. ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მსურველ ქალბატონებს მე ყოველ ხუთშაბათს 3 საათზე ხვდები სტუდია აუდიენციაში. ახლახანს გასაუბრებაზე ერთმა გაბედულმა გოგონამ პირდაპირ მითხრა: ია, მე ნაცნობობით არ მოვსულა და არც ფული მაქვს იმისთვის, რომ გადავიხადო და გადაცემაში მოვხდრო. ცოტა არ იყოს და გამიკვირდა. ვის მოაფიქრდა ჩვენს გადაცემაზე ესეთი ცუდი ჭორის დაყრა მეთქი. ჩვენს საზოგადოებაში გამეფებული ეკონომიკური კრიზისის შესახებ არაერთხელ მისაუბრია გადაცემაში. სწორედ ეს პრობლემა არ აძლევს საშუალებას ძალიან ბევრ ქალბატონს, რომ თავი ნამდვილ ლედას იფსნო. ასე რომ ძალიან გთხოვთ, ნუ დაუჯერებთ ამ ჭორებს და თამამად დაგვიბეგეთ. ამ გამოდულმა გოგონამ ჩემი ინტერესი გამოიწვია და სწორედ ის იქნება დღევანდელი გადაცემის გმირი. გავარჯობათ, მე ვარ სალომე მაისაია, ვარ 18 წლის. ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მომწონს, რომ პუტკუნა ვარ. ია, შენთან კი ერთი სათხოვარი მაქვს და ვიცი, რომ ვარ სარმატყვი. მომწონს ესეთი დამოკიდებულება სალომესის საკუთარი თავის მიმართ. დამირწმუნე, ძალიან ძნელია ესეთ ადამიანთან ურთიერთობა და მით უმეტეს მუშაობა, ვინც ჩარჩოებშია ჩასმული. გამეთანხმებით, რომ ზოგიერთმა კომპლექსმა შეიძლება ადამიანი შეაფერხოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისაკენ. ზოგიერთმა ნუანსმა გარეგნობისა არასოდეს უნდა დააფრთხნოს, რადგანაც ყველას გაგვაჩნია პატარა სისუსტე თუ ნაკლია. სალომეს მისავე საყვარელ სახაჭაპურიში შევხვდი გასაუბრებისთვის. ძალიან გემრიელი ხაჭაპური ჩანს. აქ ხშირად მოდიხარ ხოლმე სალომე? კი, როცა ბათუმი მომენატრება. ნახე როგორ აკეთებს. ესე უნდა, ხო? მე რაღაცა კვერცხი არ ჩავაგდებინე და არც კარაქი არ მინდა. შენი ჩავამდო მაინც ვიცი. შენ ესე კი დიეტაზე არ ხარ, ხო? არა, ჩემი ახლობლები ვიცი, რომ სულ დიეტაზე არიან და ამის გამო სულ გაბოროტებულები და ცუდ ხასიათზეც არიან. მართალი ხარ, ძალიან ძნელი, როცა ქშია და საჭმელს არ ეკარები, ძალიან ძნელია. არა, ძალიან კაი. ეს რა ზომა არის? ეს იუნგა. იუნგა, ესე ყველაზე პატარა ზომაა, ხო? კი. რამდენი იუნგა შეგიძლია რომ მიირთვა ერთს? არა, მაქსიმუმ ერთი მიდია. მართლა? ისეთი რაც თუ ესეთი ჭამის მოყარული ყოფილიყარ. რა ვიცი. და ბათუმიდან დიდი ხანია ჩამოსული ხარ? რაც სწავლა დამოწყა ჩამოვედი. აქ ასაკეთებ რაღაცა სტომატოლოგიური სწავლა? კი, სტომატოლოგიურზე ვსწავლობ. კარგი. ზეპი დიეტაზე არ ხარ? არა. აი, დრო იცვლება, იცი, იყო დრო, როდესაც აი ქალის მომბალებული ფორმები, ხო, ერთგვარად მის მაღალ წარმომავლობაზე და რაღაც არისტოკრატობაზე მეტყველებდა და ეხლა პირიქით არის, ხო? ნუ იმის არ იყოს ახლა ადრე, რაც უფრო თეთრი და ფითქუნა იყო ქალი, მით უფრო მოსაწონი იყო, მაგრამ ეხლა პირიქით რაც უფრო დაძაბულია, მით უფრო კარგია. დრო იცვლება, შეხედულებებიც იცვლება. ერთი უნდა გიყურო, როგორ მიიწვა ამ ხაჭაპურს, რაღაცა ძალიან გემრიელად მიიწვა. უნდა მოვატეხო და შევიმჩავდეთ, ხო? ძალიან კაი. ეხლა რა მაინტერესებს? რას ვაკეთებთ? რა ხდება? ჩემი მეგობრები მიდიან ჰალოვინის ღამეზე. მე არ ვიცი რატომღაც გამორჩი და ამიტომ გადავწყვიტე. მოდი რას გამორჩი?